გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახურის სტუდიაში თამარ ჭანყოშვილი მუშაობს. უცხო ქვეყნიდან ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით ლაგოდეხში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. 36 წლის მამაკაც 3 გრამზე მეტი ოპიუმი საქართველოში მანქანით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როცა მან აზერბაიჯანში შეძენილი სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოიტანა. ოპერაცია ლაგოდეხის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. ოპერაციის დროს მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც ჩაუტარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოგებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262 მუხლით. სოფელ ყარაჯალაში ხანძრის შედეგად დაზარალებული არდაფილოღლების ოჯახი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და თელავის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოინახულა. 12-სულიანი ოჯახისთვის ხელისუფლებამ ალტერნატიული საცხოვრებელი მოიძია და ისინი მეზობელ სახლში ქირით შეასახლა. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მათ სურსათი და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები გადასცა. 2 დღის წინ ელექტროსადენებიდან გაჩენილი ხანძრის შედეგად არდაფილოღლების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტ საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას, აგრეთვე ძეგლების ბარიელეფების დადგმას ან მათ დემონტაჟზე უარის თქმას, ან და ქუჩებისთვის კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერების სახელების მინიჭებას 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებით. კანონი უკვე ძალაშია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით თავისუფლების ქარტიაში და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესწორებები შეაქვს, რომლის თანახმადაც ამგვარი სიმბოლიკის გამოყენება აგრეთვე ძეგლების, ბარელიეფების დადგმა ან მათზე დემონტაჟის უარის თქმა, ან და ქუჩებისთვის კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერების სახელების მინიჭება საქართველოში დაისჯება ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თელავის მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. მე ესე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს გამოჩენილი ადამიანების ძეგლები. რომ ახალგაზრდობამ ისაქნას, იცოდნენ ვინ არის საერთოდ. უნდა იდგეს იქ, სადაც დაიბადა. საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა არ არის, თუ ადამიანს აქვს განსაკუთრებული დამსახურება ერის წინაშე, მე ვთვლი, რომ ეს უნდა იდგეს. ძეგლი შეიძლება არა, მაგრამ აი ეს მუზეუმი უნდა არსებობდეს, რადგან ახალგაზრდობას ვასწავლოთ თუ რა დანაშაული ჩაიდინა, თქვათ იგი 37 წლის რეპრესიები, ეს მუზეუმი შეუცვლებლად უნდა იყოს, რომ მოსწავლეობა გაიგონ ახალგაზრდობამ თუ რა დანაშაული ჰქონდა სტალინს. ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკების არსებობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ბუცხრიკიძეს. მისი განცხადებით, ადამიანები, რომლებიც დახვრეტებში იღებდნენ მონაწილეობას, მათი კულტივირება არ უნდა ხდებოდეს. პარტიის თუ ადამიანების კულტივირება, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ მასიურ დახვრეტებში, გადასახლებებში, მომუშავებაში ადამიანების, ასეთი ადამიანების კულტივირება არ უნდა ხდებოდეს. ასეთ სიმბოლიკა თელავში არ არსებობს, გარდა სტალინის ძეგლისა, რომელიც ცოტა ხნის უკან რაღაც ჯგუფმა დადგა და მის დემონტაჟზე უკვე ტენდერი არის გამოცხადებული. ცვლილებებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს საზოგადოება სტალინელის თავმჯდომარე შოთა ლაზარიაშვილი. მისი განცხადებით, აკრძალვაში მხოლოდ ფაშისტური სიმბოლიკები უნდა იყოს, რადგან ის მიზნად ქვეყნის გაჩანაგებას ისახავდა, ხოლო კომუნიზმის იდეა მსოფლიო ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა იყო. ფაშისტური სიმბოლიკები უნდა იყოს აკრძალული და საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს. მაგრამ კომუნისტური ეს ნამგალი და ურო, რომელზედაც დაფუძნებელი არის შრომა, რომელიც შრომის იარაღებია, როგორ შეიძლება უშრომელად ყოფნა? ანუ სოციალიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები უნდა იყოს გავრცელებული და თვითონ სტალინის
ბიუსტები უნდა ყველგან დაიდგას, რომ ახალგაზრდობამ გაიგონ, ვინ იყო სტალინი. ინფორმაციას საქართველოში კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის არსებობის შესახებ სპეციალური კომისია შეაგროვებს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სპეცკომისია უფლებამოსილ პირს მიმართავს იმისთვის, რომ კანონის დარღვევა აღმოფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით დაეკისრება. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მიღებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. შეკრებილ სტუმრებს ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მივმართო ესოდენ პატივცემულ საზოგადოებას. ჩემი დანიშვნის შემდეგ ეს არის დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენი პირველი შეხვედრა. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ მოგვეცემა აზრთა გაცვლა გამოცვლისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის საშუალება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკეს საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1991 წელს დაბადებული ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით თბილისში მელიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკეს საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს, რომლის ავტომანქანის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ახლა კი საერთაშორისო ამბებს გაგაცნობთ. მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გაჯი მახაჩევი და კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის 1 სამარშრუტო ტაქსი იყო. წინასწარი ინფორმაციით ავტომობილის საჭესთან, რომლის ბრალეულობის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, თავად მახაჩევი იჯდა. ფაქტზე აღზრულია სისხლის სამართლის საქმე. გაჯი მახაჩევი 1999 წელს რუსეთის დუმის დეპუტატი იყო, 2007 წელს კი დაღესტნის წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტთან. 3 თვის წინ ის დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. კომპანია იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინის მიერ შეწყალებული მიხაილ ხადარკოვსკი გერმანიაში გაფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სასჯელ აღსრულების სამსახური ავრცელებს. მაშინ ნათქვამია, რომ ხადარკოვსკის გამგზავრება მის დედას უკავშირდება, რომელიც მკურნალობას გერმანიაში გადის. ამასთან ერთად რუსული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები გამოთქვამენ ეჭვს იმის შესახებ, რომ ხადარკოვსკის დედა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამჟამად უკვე ხადარკოვსკის ადგილსამყოფელს ვერც ადვოკატები და ვერც მისი წარმომადგენლები ვერ ასახელებენ. გამოშვებას კულტურისა და სპორტის ახალი ამბებით ვასრულებთ. გურჯაანის კულტურის ცენტრმა თეატრალური დასის გარდერობი განაახლა. თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აქტიური ხელშეწყობით ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო სახელმწიფო თეატრმა მათ ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადასცა. ხელმძღვანელობა თეატრალური დასის გააქტიურებას და რეკვიზიტების გამოყენებას გეგმავს. ჩამოვიტანეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრიდან და ძირითადად, იქნება ახალი გარდერობი. სამომავლოდ დიდი იმედია, რომ ამას სპექტაკლებისთვის გამოვიყენებთ. მზადდება ახალი 2014 წლის საახალწლოზე იმისთვის და რეპეტიციები თოჯინების სახელმწიფო თეატრში. თეატრალური დასი ახალი წლისთვის განსაკუთრებით ემზადება. ისინი მაყურებელს ბევრ სიურპრიზს თავაზობენ. რას ნახავენ თეატრის სცენაზე პატარები, ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო. ისინი რეჟისორისგან ბოლო რჩევებს იღებენ. თეატრალური დასი ახალ 2014 წელს პატარა მაყურებელს ბევრ სიუჟეტს თავაზობს.
თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს თავაზობს წარმოდგენას, საახალწლო წარმოდგენას, თავაზობს საზეიმო განწყობას, ანუ თეატრში შემოსვლისთანავე. მარტო სანტა-კლაუსები არ დადიან ნეტლებით და მას ჩვენ დავამტკიცებთ, იმიტომ რომ ჩვენი თოვლის პაპა აგერეთლი გაუმზადეთ და იმოძრავებს ქალაქში, მიულოცავს ბავშვებს ახალწელს, დაპატიჟებს თეატრშიც დახვდება თოვლის პაპა თავისთავად. საახალწლო ზეიმზე პატარები ცხოველებთან ერთად სცენაზე თოვლის ბაბუასაც ნახავენ და მისგან საჩუქრებსაც მიიღებენ. მსახიობები მაყურებელთან წარსადგენად განსაკუთრებით ემზადებიან. მე წელს ამ ახალ საკარნავალო ზეიმზე მაქვს დათვის როლი. ესეთი როლი შემახვედრეს. ძალიან მიხარია, კარგი როლი მაქვს. გვეყოლება ბევრი ახალი სიუჟეტი, კურცქვიტა, ძაღლი, მგელი. ისე რომ ჩვენ პატარებო გეპატიჟებით ყველას მობძანდით. მე მაქვს კურდღრის როლი. ძალიან მომწონს ჩემი როლი, ძალიან და მინდა რომ ჩემი პატარები ძალიან გავახარო, გავამხიარულო. ჩვენ გვეყოლება თოვლის პაპა, ერთად ვიზეიმებთ, ხო სასწაულია ბავშვებო. დათვი, მგელი, კურდღელი და ძაღლი ერთად ვიზეიმებთ ახალწელს. ასე რომ მობძანდით. ბაჭია, მგელი, ძაღლი და თვითა თოვლის პაპა ლამას საახალწლო ზეიმს გთავაზობთ. სპექტაკლში ზღაპრის გმირები ტყეში არიან და თოვლის პაპის მოსვლასელიან. ოთხმოცდასამი წლის დაფნა სელფი მსოფლიოში ყველაზე მოხუცი სუპერმოდელია, რომელიც აქტიურ სამოდელო კარიერაშია ჩართული. დაფნა ადასტურებს, რომ ამ ასაკშიც კი ცხოვრება ისეთივე აქტიური ტემპით მიდის, როგორც ახალგაზრდობაში. მას ხშირად იღებენ სხვადასხვა პრესტიჟული ჟურნალის გარეკანისთვის, მათ შორის Vogue-ისთვის. ამასთან ბევრჯერ გასულა პარიზის მოდის კვირეულზე. ჟურნალისტებთან საუბარში დაფნა ამბობს, რომ მისი წარმატებისა და დახვეწილი გარეგნობის საიდუმლო გრძელი თმა ბოტოქსზე უარის თქმა და ხარისხიანი სახის კრემია. სუპერმოდელს 3 შვილი, 57 წლის მარკი, 53 წლის კლერი და 51 წლის როუზი ჰყავს. როგორც ცნობილია, 2014 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიას ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი გაუძღვება. ცოტა ხნის წინ მისი მონაწილეობით ოსკარის პრომო ვიდეო გამოვიდა. ვიდეოში პოპულარული სატელევიზიო სახე ჯგუფ Pits and the Towmenis სიმღერაზე ასრულებს ცეკვას. ოსკარების რიგით 86 დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 2 მარტს გაიმართება. როსტოვის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა განაცხადა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად კლუბს არ აქვს იმის საშუალება, რომ მოსკოვის სპარტაკისგან ჯანუანენიძე და არტიომ ძიობა გამოისყიდოს. შეგახსენებთ, რომ ახლახან კლუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ეს ორი ფეხბურთელი როსტოვში იჯარით სეზონის ბოლომდე რჩება. ლონდონის არსენალის მოთამაშეებმა საშობაო წვეულება გამართეს. კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ფეხბურთელები მულტფილმებისა და კომიქსების პერსონაჟების კოსტიუმებით გამოცხადდნენ. მეტოქეებს გართობაში ხელი მანჩესტერ სიტისთან წაგებულმა მატჩმაც ვერ შეუშალა. ასეთი იყო ამბები დღეს, ნახვამდის.